გამარჯობა, მე ვარ ნინი დარჩია და ეს არის ანაგის ხელოვნების ფონდის პოდკასტი, AFA პოდკასტი და მისი პირველი ეპიზოდი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უახლეს ხელოვნებაზე და ჩემი სტუმარია ირინა პოპიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დეკანი და კურატორი. ირინა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. და დღეს ვსაუბრობთ ჩვენ უახლეს ხელოვნებაზე. და მაყურებლისთვისაც უფრო გასაგები რომ იყოს, რადგან ეს ტერმინი დამკვიდრებული არ არის როგორც ესეთი უახლესი ხელოვნება, ვთქვათ, რომ გულისხმობთ contemporary arts. ხო. მე მგონი მაყურებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად ურევენ თანამედროვე და მოდერნულ ხელოვნებას. ხო, ზუსტად ამიტომ გახდა ეს ტერმინი საჭირო ჩემთვის. და ამიტომ თანამედროვე ხელოვნება ეს ოფიციალური განსაზღვრებით არის რაღაცა, რომელიც დაიწყო 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი დასაწყისამდე და მოდის დღემდე. ან კიდევ შეიძლება მეორე ვარიანტიც იყოს, რომ ეს არის ხელოვნება, რომელიც არის შექმნილი იმ ხელოვანებისგან, რომლებიც ახლა დღეს ცოცხლები არიან. და რაც შეეხება კიდევ, ხო, ეს არის თქვათ, ასე ვთქვათ, ქრონოლოგიურად თუ განსაზღვრავთ. მაგრამ ყველაფერი ასე თანამედროვეა, ვიცით, ქართულში რაღაცნაირად მოდერნი ითვლება, აღიქმება როგორც თანამედროვედ, უწოდებენ მოდერნისტულ ხელოვნებას. ის ვინც თქვათ ამ ტერმინოლოგიაში არ არის გარკვეული. თუმცა თანამედროვე ხელოვნება, ანუ ქრონოლოგიურად როგორც თქვი, ესე არის, მაგრამ ამავე დროს ანუ კონცეპტუალურად ჩემი აზრით პიროს მაინც ძალიან თანამედროვე არის. ცხადია. და ასევე, როდესაც ჩვენ უახლეს ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, როგორ ფიქრობ, უმეტესად ჩვენ რას გულისხმობთ ხოლმე, ვთქვათ, დროის მონაკვეთს თუ აზროვნებას? იცი რა არის, უახლესი, მე მგონი, უახლეს მით უმეტეს, არ ვიცი, არც ინგლისურად არ ვიცი როგორ ხმარობენ, ანუ უახლესი contemporary. ხო, ნუ contemporary. არა, იცი რა, მაგიტომაც ვთქვი, პიროსმა იმიტომ ახსენე, რომ ალბათ აზროვნება, მე პირადად აზროვნებას გულისხმობ. თუმცა ორივეგან არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ განსაზღვრავთ მაინც ასე არის. იმიტომ რომ ვიღაცას ვერ აუკრძალო, რა ვთქვათ, ვიღაცა ვინც ახლა ნამუშევარს აკეთებს და თუმცა ეს ნამუშევარი შეიძლება იყოს ძალიან ვთქვათ, არა ამ დროის, ასე რომ ვიხმაროთ, იმიტომ რომ ის მისის თანამედროვეა, ხო? მაგრამ აი პიროსმა იმიტომ ვახსენე, რომ მაგალითად 2 წლის წინ, თუ 3 წლის წინ, როდესაც გაიხსნა პიროსმანის გამოფენა კოპენჰაგენში, ლუიზიანას მუზეუმში, მე მახსოვს, რომ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ხელოვნების წრიდან ადამიანმა მომწერა, იმიტომ რომ ამ პარალელურად იყო გამოფენა დენა შუცის და რიჩარდ პრინსის, რომელიც ორივე არის თანამედროვე ამერიკელი ესე ცნობილი ხელოვანები. და რახან პიროსმაინც იყო იმ ადამიანმა, რომელიც არ იცნობს ამ ხელოვნებას და მხოლოდ იმიჯები ქონდა, ნანახან სურათები და ქონდა ვთქვათ დიდი ეს პლაკატი პიროსმაინს იყო ჟირაფი. იმან აღიქვა, რომ ეს თანამედროვეა. და მომწერა, რომ რომელიმე მაკედანო ვინ არის გალერისტი, იყიდება თუ არა ნამუშევრებიო. ანუ იმდენად იმისთვის ეს ვთქვათ სახე, ვთქვათ ეს იმიჯი იყო თანამედროვე. და აბსოლუტურად არ აღიქვა, რომ ეს არის რაღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილი მხატვარი. ხო, მე ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად პირველივე კითხვაზე ისე მოხერხდა, რომ პიროსმანი შემოვიდა ჩვენს საუბარში. მაგის გარეშე მე მგონი არ შეიძლება. წარმოუდგენელია, რომ ვილაპარაკოთ ქართულ ხელოვნებას. თუმცა მე მაინც ვიძახი ხოლმე, რომ პიროსმანი ორივე მხარეს გამოყენებული იქნა, იმიტომ რომ მოხდა ასე ვთქვათ, რაღაცნაირად პიროსმანიზაციას ვიძახი მე მხატვრობის როგორც ხელოვანების, როგორც პროფესიის. საერთოდ თავისთავად მე ეს მარტო მე არა ვარ თქვა სხვა ხელოვნებაცოდნეების, ვისაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს ნათქვამი აქვთ, რომ მაგალითად რატომ არ არის დავით კაკაბაძე, რომელიც ანუ იყო პროფესიონალი ხელოვანი, იყო ძალიან ცნობილი ხელოვანი, რომელსაც ძალიან კარგი აკადემიური განათლებაც ჰქონდა და ამდენად რაღაცნაირად ერუდიტი ადამიანი იყო. რატომ არ არის კაკაბაძე ისე ცნობილი და რატომ გახდა პიროსმანი, ასე ვთქვათ, სახე ხელოვანების და მხატვრების საქართველოში. და ჩემი აზრით ეს ძალიან კოლონიალური მიდგომის შედეგია. და ეს საერთოდ ნაივური და არა პროფესიული განათლების მქონე ხელოვანი, რომ გახდა, ასე ვთქვათ, ქართული ხელოვნების სახე. იმიტომ რომ სწორედ ეს იყო, რომ ეს არის აი საქართველო, ეს არის სადღაც პრინციპში რუსული კოლონიალური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ გახდა, ასე ვთქვათ, ქვეყანა, სადაც ნაივურად, ესე გულუბრყვილოდ ყველას უყვარს კეიფი, დროის გატარება, რაღაცა უყვარს ქალები, თუნდაც იგივე ეს
შემდეგ რაღაც რუსი მომღერალის ალა პუგაჩოვას სიმღერა, რომელიც ასე პოპულარული გახადა. ხო, ეს მილიონი რაღაც ვარდი და მთლიანად ეს ლეგენდა რაღაც აქტრისა მარგარიტა, რომელიც უყვარდა ყველაფერი ეს ძალიან ჯდება ამ რაღაც ქართველის, როგორც ეს გულუბრყვილო განათლად კიბის ქვეშ რო ცხოვრობდა და ეს უკვე სხვა რაღაც, ეს უკვე რაღაც უფრო ბოლშევიკურ რაღაცას საბჭოთა თქოს აზროვნებასაც რო აი მხატვარი ეს არის. ესეთი უნდა იყოს. ხო, და ესეთია. ნუ აი ესე მოიქცა ის რაღაც გულქვა კაპიტალისტური თუ რაღაც სამყარო მას. ანუ სისულელე. ხო. ნუ არა, პრინციპში ნუ რაღაც ხო, ეს ძალიან მე პირადად ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტექსტი თქვათ, ეხლა ვინც არის, როცა ბაილერის მუზეუმში კატალოგი რო გაკეთდა და ეს დანიელ ბაუმანმა გააკეთა ეს გამოფენა კურატორი, მაგრამ იქ არის ნანა ყიფიანის ტექსტი, რომელიც ფანტასტიკური. ჩემი აზრით არის საუკეთესო ტექსტი, რომელიც არის დაწერილი და კიდევ თქვათ სტუდენტებს, როდესაც ამ გამოფენას საუბრობდით, ჩემი აზრით ეს საბავშვო ლიტერატურით ითვლება, მაგრამ აკა მორჩილაძის ფიროსმანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტი ფიროსმანის. ნამდვილად ეს იმ ეპიზოდზეა, როცა ფიროსმანი მუშაობდა რკინიგზაში. ხო, რა ყველაფერი არის, მაგრამ აი თქვათ ის რომ აი მოკრეფილი აქვს თუნდაც არქივიდან ის მასალები, რომ ის მეზობელს როგორ ესმოდა, რომ ყოველ საღამო კითხულობდა ბიბლიას და ლოცვებს, ხო? აი ეს ის დეტალები, რომელიც ჩვენ რაც მე როცა სწავლობ უკვე ხელოვნების ისტორიას, ან რაც იცი ფიროსმანს, ესენი არ იცი. ამაზე არ ლაპარაკობენ. ამიტომ ეს ძალიან ადამიანური მომენტები აქვს შეკრებილი აკა მორჩილაძეს აი ამ წიგნში და საბავშვო ლიტერატურა არის, ნუ მოტყუდებით და იყიდეთ და წაიკითხეთ ეს ფიროსმანი. ეხლა რა უცნაური არის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უახლეს ხელოვნებაზე და მაინც რაღაცნაირად რაც საუბარი დავიწყეთ ფიროსმანის ირგვლივ ხო, მაგრამ იცი რა, ფიროსმანი არის ჩვენი ასე თუ ისე, ხო, ასე ვთქვათ, ამითი გვიცნობენ, თან ჩვენ გავგვიმართლა, რომ მართლა ძალიან უნიჭიერესი ადამიანი იყო და ძალიან მაგარი ხელოვანი და თან მასთან ერთად მნიშვნელოვანია, იგივე ეს ფიროსმანთან ერთად წარმოდგებიან ის ახალგაზრდა ხელოვანების, ხო, თუნდაც იგივე ბეილერში რო ჩართვეს ახალგაზრდა, მაგრამ ესეთი, ხო, mid-career ასაც ქვია, ცნობილი ხელოვანები როგორც თეა ჯორჯაძეა და ანდრო ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, იმიტომ რომ ეს ორივე ამავე დროს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული თანამედროვე ხელოვნების სახე. ნამდვილად. და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამან ძალიან კარგი ასე ვთქვა და ამით ყველაზე ცნობილი არის მაინც ფარგლებს გარეთ და ისე ქუჩა ჩვენი პიკასო. ზუსტად. კარგი, დავუბრუნდეთ მაშინ ჩვენ თემას უახლეს ხელოვნებას და მე მაინტერესებს შენი გადმოსახედი, როგორ შეაფასებ აი რა ხდება დღეს თბილისის სცენაზე. თბილისს ვამბობ, იმიტომ რომ ნუ საქართველოს სამწუხაროდ არ გვაქვს რეგიონები ისე განვითარებული, რომ ხელოვნების მიმართულებით რამე ხდებოდეს და გორში ერთი უმაგრესი მხოლოდ სივრცე გვაქვს და ნუ დანარჩენი ყველაფერი თბილისი. ხო და შევაფასოთ თბილისის სცენა. იცი რა არის ხა მთლიანობაში ძალიან თავიდან მოდესე ვიტყვი ჩვენი სახელოვნების სივრცე არა მარტო ჩვენთან, ხო, ანდრეა ფრეიზერმა ძალიან საინტერესო რაღაცა დაწერა, დიაგრამა გააკეთა თანამედროვე ხელოვნების სცენის, რომ თანამედროვე ხელოვნების სცენა ერთი არ არსებობს, ეს ერთიანი არ არის, არის დაყოფილი სხვადასხვა ნაწილებად. ნუ და თბილისში ბოლო ხანებში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან ჩემი აზრით, მაინც ძალიან ჩაქრა ის რაღაც ცეცხლი თუ ის ხო აღმაფრენა რაც იყო და უფრო მეტი ინიციატივა იყო. და ეს ინიციატივა ყოველთვის მოდიოდა გალერეებიდან, ხელოვანები აწყობდნენ თვითონ რაღაცას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ხა თუ ფრეიზერი ლაპარაკობს, მოდი ანდრე ფრეიზერი არის ხელოვანი, რომელიც არის პერფორმანს არტისტი, კონცეპტუალისტი არტისტია, რომელიც ძალიან დიდი ხანი აკრიტიკებდა და აკეთებს ისეთ ნამუშევრებს, არ იყო ასე ვთქვათ ბაზარზე გაყიდვადი, ადვილად გაყიდვადი ხელოვანი. ის ასწავლის ლოს-ანჯელესში პანდემიის დროს თავის სტუდენტებთან საუბრისას, მოკლედ გადაწყვიტა, რომ ამაზე სულ ფიქრობდა, რომ ეს თვითონ ეს დიაგრამა გაეკეთებინათ რა ქვია, თანამედროვე ხელოვნების სცენის და ნუ აქ არის დაყოფილი ეს ხუთი რაღაც გააკეთეს მომენტი ბაზარი, გამოფენები, ესეთი community, ანუ რაღაც საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული ხელოვნება, საჯარო ხელოვნება და მეხუთე ინსტიტუციურს აღარ მახსოვს, მოკლედ მეხუთეც იყო ეს, ძალიან საინტერესო არის. თან დაყოფილი ქონდა ის და ჩვენთანაც პრინციპში ხა თავისთავად ხო
სადღაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ეს ძლიერად განვითარებული არ არის, ხო? ინფრასტრუქტურაში რას გულისხმობ, ხო? ინფრასტრუქტურა არის საგამოფენო სივრცეები, ინფრასტრუქტურა არის გალერეები, ინფრასტრუქტურა არის რაღაც ხელოვანების მიერ დაარსებული სივრცეები, სახელოსნოები, რეზიდენციები, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, ხო, ეს ესე ვთქვათ, ძალიან ჩანასახოვან სტადიაში იყო. თუმცა მე მაინც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ და იმიტომ რომ მე დავიწყე ვთქვათ ასე ვთქვათ, ვიყავი და ვასწავლი ასევე სომხეთშიც, ერევანში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ვიყავი ყაზახეთშიც, ალმა-ატაშიც, 2/2 მუზეუმი გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების, ყირგიზეთში, ბელორუსიაში 2019-ში გავაკეთე. აი, ყველა ჩვენ გარშემო ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან რო ჩამოხვალ, აქ მაინც ნახავ ხელოვნების სცენას, ჩვენი ბევრი კრიტიკის მიუხედავად. და ამაში რას გულისხმობ? იმიტომ რომ ჩვენთან არის, ჩვენ გინდა რომ თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ნახო, არის მოქმედი 4-5 გალერეა, თუ მეტი არა, რომელიც მე 4-5, რომელიც აი უახლეს ხელოვნებას აჩვენებს. სადაც მე ვიღაცას წავიყვან და ვაჩვენებ გამოფენას. სადაც ვიღაცის სახელოსნოს წავიყვან და ვაჩვენებ გამოფენას. რაც მე რო ჩავდივარ, თქვათ, იგივე ერევანში, რომელსაც ძალიან კარგი ხელოვანები არის. ესეთი რაღაცას ვერ ნახავ, ხო? ანუ მე სახელოსნოში ანუ რაღაც ეკოსისტემა არსებობს. ანუ ეს თავისთავად ეს არსებობს. რა თქმა უნდა, განათლებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? მაგრამ ასე რომ ვთქვათ, საქართველოში არსებობს ისევე როგორც, ანუ გაყოფილი არის ჩვენთან ვთქვათ რაღაცა ეკონომიური კაპიტალი, ხო, რაღაც მაინც პოლიტიკურ ძალას აქვს და არის კიდევ კულტურული კაპიტალი, ხო? ჩვენ ორ ნაწილად ვართ. ეს კულტურული კაპიტალი არის აი ზუსტად ეს მე რას ვეძახი grassroots მოძრაობა, რაც არის ეს გალერეები, კომერციული გალერეები, თუნდაც იგივე ხელოვანების მიერ გაერთიანებული ჯგუფები, როგორც არის კურორტი, აი ეს ნაკადი, რომელიც შემოყოფილმა სტუდენტებმა დაიწყეს. ხო, სხვადასხვა და რა თქმა უნდა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA ძალიან დიდ როლს თამაშობდა, ხო ამაში. ანუ რაღაცა გარკვეული რუქა გვაქვს. მაგრამ ყველაფერ ამას ხო, ანუ ჩვენ კულტურული კაპიტალი რო თავისთავად მნიშვნელობა აქვს, ეს გამოჩნდა თუნდაც ეხლანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. და ამ კულტურულ კაპიტალში მარტო ხელოვანები არ არიან, იმიტომ აღმოჩნდა რომ თეატრი და თეატრის სცენა ძალიან ძლიერია. და ისინია და ამიტომ ეს რაღაცნაირად ისევე როგორც იმ პოლიტიკურ კაპიტალს ჭირდება ეს კულტურული კაპიტალი და კულტურულ კაპიტალს ჭირდება ეს ეკონომიური, რაც იმადგან უნდა მოდიოდეს. იმიტომ რომ ჩვენთან რეალურად აი უახლეს ხელოვნებას ძალიან ცოტა დაფინანსება აქვს. ფაქტიურად არა. ფაქტიურად არა. თუ შენ იმათ არ ეთანხმები. ხო, ნამდვილად პოლიტიზირებულია რა ხელოვნება, ესე რომ ვთქვათ. ანუ პოლიტიზირებულია დაფინანსება. დაფინანსება ხელოვნების, ხო, მეც მაგას გულისხმობ. იცი რა და მაინც არის ეგეთი საინტერესო ფაქტი, რომ ამ კერძო გალერეების ინიციატივით რაც კეთდება, ხო, საერთაშორისო სცენაზე, მათი მონდომებით და ჩართულობით, ხო, ძალიან ბევრ საერთაშორისო ბაზრობაზე იღებენ მონაწილეობას, ინსტიტუციებში აქვთ, ხო, სხვადასხვა ხელოვანებს გამოფენა, ვთქვათ, კერძო გალერეების შუამავლობით. აი, როგორ ფიქრობ, რა არის ის თავარი რამ, რასაც ჩვენი ქართული უახლესი ხელოვნების სცენას გამოარჩევს საერთაშორისო სცენაზე? იმიტომ რომ სულ არის რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვგრძნობ რა, მეც როგორც გალერისტი, სადაც მიწევს წასვლა, ვთქვათ, საერთაშორისო ღონისძიებებზე, ხო? სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში, აი რაღაცა განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე. ნუ ორი ჩემი აზრით მან და რასაც აქვს მნიშვნელობა, ერთი ის რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და რა თქმა უნდა აი ესეთი ანუ უახლესი ხელოვნების გალერეები, ისეთ გალერეები როგორც თქვათ დასავლეთში აღიქმება, რომ აი თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაახლოებით 8-10 წელი მაქსიმუმი რაც წინ დაიწყო, ხო? ასეთ გალერეები შეიქმნა. ანუ და თავისთავად ის ფაქტი, რომ ბაზელის, ანუ ყველა საზოგადოებამ რო იწოს ბაზელის არტ ბაზრობა არის, მარკეტი გამომჩნდა, მე ვლაპარაკობ, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ბაზარი. ბაზელის არტ ბაზრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრესტიჟული. და
შარშან იყო ორი ქართული გალერეა იქ მონაწილეობდა და წელსაც მონაწილეობს ერთი მთავარ ფერში მეორე ლისტეში ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენს გარშემო არც ერთი ქვეყნიდან იქ არ არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთიდან არის ხოლმე ყოველთვის ტემნიკოვა კასელა და ახლა ახალი გალერეა დანარჩენი ჩვენს გარშემო არის აბსოლუტური სიცარიელე და უკრაინიდან ვალოშინის გალერეა რომელიც მერე გადაინაცვლა ამან და ახლა ამერიკაშია ისინი მონაწილეობენ ანუ აი ამ ხელა სივრციდან ჩვენ რა განაპირობებს და არის ერთი რა თქმა უნდა ის რა ქვია ინტერესი ამ ხალხის ვინც შექმნეს თქო ვიღაცები ვინც იყვნენ გალერისტები ვინც არიან ვინც არ ცხოვრობდნენ აქ სხვაგან და ინტერესი აქვს და ბევრი ისწავლეს ხო და რა თქმა უნდა კიდევ გამოცდილება ახლა ზოგიერთი მუშაობდა გალერეებში და ისე უცხოეთ გალერეებში და ისე შექმნეს გალერეები თქვა თავიდან რომ დავიწყებდნენ window project-ი ხო მე თვითონს გალერეა მქონდა ნიუ-იორკში და სხვებთანაც მუშაობდი მანამ და გამოცდილება მქონდა და პრინციპში მე ძალიან პრაქტიკული და ესეთი სცენიდან მოვდივარ ამ აკადემიაში და შესაბამისად მეც მინდა რომ ძალიან პრაქტიკული რაღაცები მესწავლებინა და გამეზიარებინა ამ ჩემი სტუდენტებისთვის და ხელოვანებისთვის ხო როგორ წარმოაჩინონ თავი ამას ნიშნავს ანუ რაღაც გარკვეული ენა აქვს ამ თანამედროვე ხელოვნებას და ამ ენაზე თუ არა უხსენით იმ სხვას კომუნიკაცია არ მოახდინა ამ ენაზე მე ვამბობ ის ადამიანი გალერისტი იქნება კურატორი რომელიც წარადგენს ამას ის მეორე მხარეს ეს შენი არ ესმის და ამიტომ ეს მხოლოდ ხელოვანების დამსახურება არ არის ეს დამსახურება ამავე დროს ის ადამიანები ვინც წარადგენენ ამ ხელოვანებს და როგორ და რანაირად ხო პრინციპში რაღაც გუნდური საქმეა რაც კეთდება მაგ დროს გუნდური ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და აი მე მაინტერესებს შენ როგორ თქვათ აი ყველაზე მნიშვნელოვანი აი რასაც ისმენ ხოლმე ჩვენი უახლესი სცენის შესახებ აი რა არის ხოლმე რამე არის ესეთი რასაც ხშირად იმეორებენ და ამიტომ თქვათ დაგამახსოვრდა იმიტომ რომ რამდენჯერმე მოისმინე უკვე თქვათ ესეთი შეფასება არ ვიცი იცი რა მე ჩემთვის მაგალითად უფრო ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის რომ მე ვსაუბრობ ისევ ჩემი სტუდენტების ასაკის ანუ ვაც შეიქმნა 2014-ში პირველი კურსი დამთავრებული 2018-ში დაამთავრეს ხო ანუ უკვე მე არ მინდა მე ვთვლი რომ არასწორია როცა ამ თაობის ხელოვანებს უწოდებენ პოსტსაბჭოთა ხელოვანებს იმიტომ რომ ესე იგი უცხოეთში როგორც კი ქართველი და შემდეგ მოყვება ეს პოსტსაბჭოთა ხო და ეს არ არის სწორი განმარტება და ნუ რა ვიცი ხო ეს არის ბევრს აქ და შენ ძალიან კარგი წიგნი არის რას ნიშნავს იყო პოსტსაბჭოთა იმიტომ რომ ეს პოსტსაბჭოთა რაღაცნაირად ერთი ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ აერთიანებს ვთქვათ იგივე ისევ ვთქვათ ქართველსაც და იმ რა ქვია ყაზახს და ვთქვათ ყირგიზს და იმ ახალგაზრდა ხელოვნებას ვისაც მე ხვდები ხოლმე და განსხვავება ძალიან დიდია განსხვავება ძალიან დიდია და დიდი განსხვავება რას ვამბობ იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ რა ანუ რა ქმნის საერთოდ ხო ვთქვათ გამოფენა როდესაც არის გამოფენა არის ძალიან ეფემერული რაღაცა ხო გამოფენა ტარდება იხურება და რაღაცა ადამ შიმჩიკი რომელიც იყო მისი დოკუმენტას კურატორი ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა რომ გამოფენა არის სიზმარივითო ხო გამოფენა ეფემერულია დამთავრდება და მე როგორ სიზმარი რაღაცა გრჩება ხო მაგრამ ეს სიზმარი რისგან არის საიდან დაგესიზმარ ანუ გამოფენა რისგან კეთდება იმ წარსულისგან და იმ რაღაცისგან რაც იყო ხო იგივე რაღაც ანუ რას ემყარებიან ეს ხელოვანები დღევანდელები რომელიც რაღაცას აკეთებენ ხო ამათი ასე ვთქვათ ის დღევანდელი ყოველ შემთხვევაში ჩემი სტუდენტების თაობის ხელოვანები ესენი ამათ შენ რას აწვდი და რა არის ფონი რაზეც გინდა რომ შეხედონ ამას აქვს მნიშვნელობა ხო იმიტომ რომ ამის მერე რაც გრჩება ანუ ის გიჩვენებს რაღაც სიზმარიდან რაღაცა გრჩება და იმიტომ რაც გრჩება არის ის რომ ხო მომავალს წინასწარმეტყველებ ხო ასეა ხო და ესეთი რაღაც იმასავით არის ესეთი რაღაც გზა აქვს ამ გამოფენას მერე ხელოვანს და მე რა გრჩება და რა უნდა მოგწეს ამ გამოფენამ ხო მაგრამ ანუ შენ იმ წარსულს რას აყურებინებ ხო მე რა თქმა უნდა ყოველთვის მიმყავს ხო ჩვენთან ეს მასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ავანგარდს სადან ახავს მითხარი ანუ მუზეუმში წავალ და დავათვალიერებინებ თუ რა ანუ ისევე როგორც მე უნდა ეს დავათვალიერებინო რაღაცა ციფრული რაღაც იმიჯებით ხო და ფოტოებით ასევე უნდა ვაჩვენ ბევრი რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რაღაცა ნახო ორიგინალში
ხო? ორიგინალში ახლა ფიროსმანიც მოსაზებინი გაგვიხდა. მოდი ასე ვთქვათ. ხო, ანუ ხო აღარ არის ეს გამოფენა. მაგას ხომ ამიტომ, მაგრამ ვთქვათ, იმ ასე ვთქვათ, წყაროებს, რასაც მე ვაწვდი, არის თანამედროვე ხელოვნება, რომელიც არის ვთქვათ დასავლური ხელოვნება და კიდევ 80-იანი წლების ეს ახალი ავანგარდები, ხო, მე-10 სართული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იმათმა დაიწყეს ეს. მაგრამ აი ისინი, ხო, ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ერთია რომ ჯას რომელ ენაზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ ტექსტებს რა ენაზე წაიკითხო და მე რა ვიზუალურ მასალას უყურებ. ისინი უყურებენ ტრეჭაკოვის გალერეის ნამუშევრებს. გესმის რას ვამბობ? იმიტომ რომ ის ვინც ასწავლის, იმან იქ ისწავლა. ამიტომ თქვათ მე რახან მე ვიცი ტრეჭაკოვის გალერეა, მაგრამ მე ამაზე არ მინდა რომ ეს ვაჩვენო და სხვა რაღაცას ვაჩვენებ. ამაგატომ ამბობ, ანუ წყაროები, რას აჩვენებ, რაზე ემყარება და რას უყურებენ ეს ხელოვანები, მაგას აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. და შესაბამისად, ახლა ვთქვათ, იმაზეც ფიქრობდი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეს ჩემი ის არის, ვთქვათ, რაღაც გარკვეული მიმართულება შეიქმნა იმისა, რომ რაღაც სახლი გახდა თემა. ქართულ ხელოვანებს. ხელოსახმდამოხმის მაგალითად ეს არის ვაჟიკო ჩაჩხიანის სახლით დაიწყო, მანამდე 2012 წელი იყო ანდრო ვეკوام რო გააკეთა ემაში ვენეციის ბიენალეზე, აი ეს აფხაზეთის თავის სახლები რო გააკეთა ფიზიკური, ვაჟიკომ რეალური სახლი აიღო და წაიღო ვენეციის ბიენალეზე და მერე ნიკა ქუთათელაძის თავისი სოფლის სახლი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სახლი თითქოს გადატანითი მნიშვნელობით ამავე დროს რეალური ტერიტორია, სადაც ცხოვრობ, თუ ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ ხდება რაღაც ხელმეორე განსაზღვრება თუ ასე როგორ ბრენდინგი, რა არის სახლი, რა არის შენი ქვეყანა, რა არის ის, სადაც ცხოვრობ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის და კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი ახლა რასაც და თან კიდევ იცი რა არის ალბათ ვიღაცას, იმიტომ საქართველოს ძალიან აინტერესებთ ყოველთვის მამას ემატეს ყოველ ხელოვანები არ არის. ჩემი არის თქვა ნინია ხარატიშვილის წიგნმა წარმოუდგენელი. აი ის იყო მართლა მარკესის 100 მარტობის 100 წელიწადივით წიგნი არის, იმიტომ რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ამის გამო ყველა გერმანულენოვანი ადამიანი აქ ჩამოდის. არა მარტო გერმანულენოვანი, ხა იტალიელი კურატორები იყვნენ ჩამოსული, იმათაც წაკითხული აქვს. რა მაგარი. და ეხლა ძალიან საინტერესო გამოფენა არის TBC-ში, აი უბანმა და დათო ბროცკიმ გააკეთა, სადაც ეს იტალიელი არქიტექტორის იდეა ეს რენატორეც რომელს გააკეთა, ანუ ლანდშაფტი და ადგილი როგორ აკავშირებს ამ მერვე 8 სიცოცხლესთან. ხო და აკავშირებს ნინო ხარატიშვილთან. აი რამხელა როგორ საინტერესოა, როგორ შეიძლება ეს ქალაქი დაკავშირდეს აი მე-20 საუკუნის რაღაც ერთი რაღაც 8 თაობის, ერთი ოჯახის 8 თაობის ადამიანების ცხოვრებასთან, ხო? ნუ ძალიან საინტერესოა, ნუ. და ამ ხო ალბათ ამ ხელოვანებს იგივე თქვა, თეასაც, ანდროსაც, ხო ეს პირადი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან ეს ხდის საინტერესოს. ნამდვილად. და ასევე რადგან შევეხეთ ამ თემას, ვთქვათ, ნამუშევრებში რა განსაზღვრულ თემებს, ასევე მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის ყოველთვის სხეული, იდენტობა და პოლიტიკა. რაც ასევე განაპირობებს არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც, ვთქვათ, ხო, მაგრამ მაგალითად ახლა ამერიკელ კრიტიკოსებს იდენტობის გაგება აღარ უნდა. ხო, იქ იმიტომ რომ მოძველდა ეს საკითხი და ჩვენ მაგრამ ნუ იმიტომ რომ ის იყო ძალიან ვოუკიზმთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცა რაც ხელოვნებაში ხდება, მოდი ის ვთქვათ, რომ ძალიან ზედაპირულია. რა თქმა უნდა. ძალიან ზედაპირულია, იმიტომ რომ იმ ხრივ რომ ანუ ეს მე მგონი ყველგან ესე იქნება. ყველგან ესე არ არის, არა, გესმის ასკევანები, აი კვლევაზე დაფუძნებული ხელოვანები ბევრი არ აქვს. ხო, ცოტა ყავს ნამდვილად. ანუ ახლა აი თამუნა ჭაბაშვილი როგორც აკეთებს ნამუშევარს, იგივე სოფო ტაბატაძემ როგორ ნამუშევარს გააკეთა, თქვათ მზიურზე, ხო? არიან, მაგრამ ეს არიან ხელოვანები, როცა დააკვირდი ეს არის ხალხი, რომელსაც განათლება აქ არ მიიღო. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა გარკვეული, ამას უნდა გასწავლონ. ჩემი აზრით, ხო, რაღაცნაირად ეს უნდა იცოდე, რაღაც მეთოდოლოგია. გულისხმობ, რომ კვლევის წარმოებას პრინციპში ხო, ნუ ანუ შენ რაღაცა, ანუ მე მაგალითად იმასაც ვლაპარაკობ, რომ აი ძალიან ბევრი უცხოელი ხელოვანი, რომელიც აქ ჩამოდის, ხო, რაღაცას აღმოაჩენს, მე მთელ ისტორიას ქმნის, რაღაცას იძიებს და ისინი აკეთებენ ნამუშევრს და მე არიან ხელოვანები, გაბუტულები რჩებიან, რომ ჩვენი რაღაცაზე რაღაცა გააკეთა და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს კულტურული აპროპრიაცია, მაგრამ მე სულ იმაზე ვფიქრობ ხოლმე, სადაც ვფიქრობ, ნუ თუ ჩვენთან არ უნდა, რატო არ აკეთებს? არ აკეთებს არავინ, ხო? და რატო ვაბრალებთ იმას, რომ იმან არ გამოიყენოს ჩვენ? კი, არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ
მაჩვენე ანუ სად და ვიღაცამ რა შეიძლება გააკეთოს. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ესეთი ტექსტი არის, რა ქვია, მოუყოლავი ამბები, untold stories, რომელიც აი ნუიდმან და სულ მაგაზე თქვათ, მინდოდა რომ გაეკეთებინათ არქივში მოეძებნათ რაღაცა მასალა და ამ ისტორიის, იმიტომ ყველაფერზე შეიძლება ახალი ამბის მოყოლა. ნამდვილად. ხო, იმიტომ რომ ეს არქივებიც ძალიან ხო, ისტორია რაღაც ფანტასტიკური რაღაცისავით არის დაწერილი. ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მით უმეტეს ხელოვანმა, იმიტომ რომ ეს თავისუფლება აქვს, რა ხელოვნების ნამუშევარია და თავისია, თავისებურად მოყვეს. მესმის. მაგრამ აი იცი რა მინდა კითხო, იქნებ შენ რადგან ვთქვათ გიწევს რომ ამდენი საერთაშორისო ინსტიტუციებში, გალერეებში გამოფენები ნახო, იქნებ შენ თვლი რომ რადგან შენ ამდენი ხანი ამას ნახულობ, შენთვის უკვე მოძველებული თემაა, მაგრამ რაღაცნაირად მე ესე მგონია რომ თითქოს აქ ეხლა იწყება, ძალიან სამწუხარო ფაქტია რომ ვინ რაღაცა ამ ბოლო დროს ჩემ გარშემო თითქმის სულ არც არის ხო გასაკვირი რომ თითქმის სულ პოლიტიკა არის, არა? კი, მაგრამ ხელოვნება უახლეს მე მგონი უახლეს ხელოვნებას აი სანდრო ფაჩუაშვილი გამახსენდა, ეხლა ვთქვათ ანდრო დადიანი გამახსენდა, თუნდაც თამარ ნადირაძე, არ ვიცი, ნიკა ქუთათელაძის რაღაცა ეს სოციალური პრობლემებიც ხო, პოლიტიკა, კი, მაგრამ იცი რა არის, აი ყოველ შემთხვევაში ხელოვნებაზე ყოველთვის არის რაღაც პირდაპირ ის არის ხოლმე, რას აკეთებენ ეს ხელოვანები, სად არიან, რატო არ აკეთებენ არაფერს ამ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რატო არ აქვს? ხო, და აი რას მოითხოვენ ხოლმე რა? ხო და ზუსტად ეგ არის, ესმის პოლიტიკური, ანუ სადღაც გონია ხოლმე რომ საბჭოთა პერიოდის რაღაც იდეოლოგიური პლაკატივით ხო არ გააკეთებენ. ამას უნდა რაღაცა მონელება მოთხრა, მაგრამ აუცილებლად. მაგრამ იგივე ვთქვათ ისეთ საკითხზე როგორიც არის ვთქვათ, თუნდაც იგივე დევნილები, ხო, აფხაზეთის. ამაზეც ძალიან ცოტა საქმეა. რაღაცნაირად თითქოს, აი, კარგო გაჭარავა ამბობდა, 94 წელს სანამ გადაეცლებოდა რაღაც ინტერვიუა, რომ ჩვენო, ანუ მაგათმა თაობამ რაღაცა ნეოექსპრესიონისტული სტილი შექმნა, ნეოექსპრესიონიზმი შემოიტანეს და შექმნეს ეს რაღაცა. მაგრამ მაგის მერე თითქოს მხოლოდ სტილისტური ძიებებია. და აი ეს კონცეპტუალური და აზრობრივი არ წასულა წინ. და მე უნდა დავეთანხმო, რომ პრინციპში ესე არის და დღესაც ესეა. ამიტომ არის რომ არ ვიცი ხო როგორ, მაგრამ ჩვენთან მაგალითად როდესაც თუნდაც იგივე საბაკალავრო პროგრამაში ვიღაცა აკეთებს დიპლომს, ჯერ ერთი სემესტრი უნდა კვლევა გააკეთონ და დაწერონ. რაზე უნდა იმუშაოს. მე მგონი ესეა ხო ვაცში. ხო, ესე ჩვენ მაგიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ვთქვათ იგივე ის თეორიაც თუ ადგილობრივი რაღაც იგივე დისკურსის ხელოვანები განავითარებენ. ჩემი ასე ვთქვათ წინასწარმეტყველება ასეთია და არა ხელოვნებაცოდნეები. იმიტომ რომ მათ უნდა დაწერონ, მათ უნდა იფიქრონ და მერე მათ უნდა გააკეთონ ეს. და ამ შემთხვევაში შემდეგ რას აკეთებს ხელოვნებაცოდნე? ეს არ ვიცი, მაგაც მოყამაფიქრე. ეგ უკვე ჩემს საქმე არ არის. იცი რა, კიდე აი ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ ესეთი გასაგები საკითხი იყოს. ისტორია უნდა დაწერონ. ხელოვნებაცოდნეები არ უნდა რაღაც გადაკეთდნენ ისტორიას, ხო? ანუ ამბავი უნდა, რეალური ამბავი უნდა. ინტერვიუს ფორმა არ უნდა კონდეს რაღაც. ხო, გასაგები. აი ინტერვიუ აღარ გამოვონოთ. იცი რა საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ, გონია რომ ეს ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. მე თვითონაც რადგან თანამედროვე ხელოვნების უახლესი ხელოვნების გალერეა მაქვს, ჩემ გარშემო ძალიან ხშირად მესმის ხოლმე რომ აი თითქოს ეშინიათ რა, აი მე მაინც არ მესმის, აი ვერ გავიგებ, რომ მოვიდე გამოფენაზე და ძალიან ისეთი აი ფრთიანი გავრცელებული ფრაზა არის უახლეს ხელოვნების შესახებ, რომ აი ამას რა უნდა მეც გავაკეთებდი პრინციპში რა. ხო და აი ამაზე რომ ვისაუბროთ, თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია აქ შინაარსი და შესრულება და საკმარისი თუ არა დღეს რომ უბრალოდ იყოს კარგი მხატვრობა. ისეთი როგორიც უნდა იყოს უმრავლესობის წარმოდგენა ის სიტყვაზე ცხენსელოდები რო ეხატოს და ხო ცხენი ხატია. და იქ თქვათ არანაირი ხო აი რაღაც აი არანაირი კონცეპტუალური ჩანაფიქრი არ არის სიმარტივე და იმ კლასიკური გაგებით ხელოვნება როგორც ადამიანების უმეტესობას თქვათ ესმის ფერწერა. იცი რა არის, ანუ ეს არ არის ადვილი რაღაცა, მაგრამ აი შეხედე ცნობის მოყარეობა უნდა ქონდეს ადამიანს. რაღაცა ერთი რაღაცა ის რაც ანუ ხელოვნება ერთი პირველი ნომერი პირველი რაც არის რომ იცოდე რომ თუ რაღაცა ახსნადია თუ ამიხსენი და მესმის მაშინ ის მე აღარ მაინტერესებს. რატო უნდა უყურე იმას კედელზე თუ რაღაცა თავიდან ბოლომდე იმასავით არის ფორმულასავით გამოყვანილია და ეს არის. ხო? ანუ
ხელოვნება თავისთავად კითხვებს ვამს და არა პასუხი არ არის. ხო? ამიტომ რა ვიღაცა რომ რაღაცას აკეთებს და ამას მეც გავაკეთებდი შენ ამბობ, ხო უნდა დაფიქრდე იმაზე რომ აი რატო აკეთებს ამასას. თუ ანუ ცნობის მოყვარობის ნობა არა აქვს ადამიანს ძალიან ძნელი. იგივე რაღაცას იტყოდნენ ალბათ ანუ თავისთავად 21 საუკუნეში შენ რო გინდა რომ ეს რა ქვია მონეს რა ქვია წყლის დუმფარებს უყურო. ხო ცოტა ხო უნდა დაფიქრდე რომ კი ეს კარგია, მაგრამ ის რომ თავის დროზე წყლის დუმფარები აღშფოთებას იწვევდა ვიღაცაში, ეს ხო უნდა იცოდე. კი, და აი ესენი ხო უფრო ვიზუალურ შეფასებას აკეთებენ ამ შემთხვევაში, როცა ამბობენ რომ მეც გავაკეთებდი. ანუ რეალურად თითქოს დამკვიდრებულია ესეთი მიდგომა, რომ ხელოვნება, ვიზუალური ხელოვნება მხოლოდ ვიზუალურად უნდა შეფასდეს. არის ვიღაცა ნაწილი, რომელიც მოდის იმისთვის, რომ უნდა რომ თავის როგორც ვარდისფერ სავარძელს უნდა უხდებოდეს რაღაცა, რასაც დაკიდებს კედელზე და არ უნდა დააფიქროს, უნდა გაიღიმოს, არ უნდა იყოს. მაგრამ ეს სხვადასხვანაირი მაყურებელი არსებობს, ხო? და როდესაც შემოდიხარ რაღაც გამოფენას უყურებ, მეც მაქვს ხოლმე რაღაცა ვიღაცა შევხედავ და არ მაინტერესებს, ხო? ხო, ანუ ბუნებრივია. ყველაფერი არ არის, ყველაფერი არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ ну, თქვათ, აი ხლა მე ვიტყვი, რომ ხშირად მომაკვევ სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე, მაგალითად არის ესეთი ხელოვანი მერი ელენ კეროლი. ამერიკელი კონცეპტუალისტური ძალიან ახლა ცხოვრობს ნიუ-იორკში ცხოვრობს, მაგრამ ამ ქალმა გააკეთა ესეთი პერფორმანსი, რომ მე ხშირად მეფიქრება ამაზე, იმიტომ რომ არ ვიცი, მე მაგალითად ხშირად დავდივარ, მე დამაქვს სულ რაღაცეები, ანუ ჩანთა მაქვს, იქ რაღაცა მაქვს, ამან გააკეთა ესეთი პერფორმანსი, რომელსაც ქვია არაფერი. და ეს არაფერი იყო, რომ ცხოვრობს ნიუ-იორკში 23 ქუჩაზე, გამოვიდა სახლიდან, აი ეცო მიდიოდა რეზიდენციაში და პატიჟეს არგენტინაში, ბუენოს-აირესში. და თავისი პალტო რაც ეცვა და რაც პასპორტი ჯიბეში ედოდა ერთი ცალი ბარა და ყველაფერი და აი ამის ყველაფრის გარეშე წავიდა, არა, ბარათიც არ წაიღო, ესე წავიდა არგენტინაში. არაფერი. მე მაგალითად სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ხო გესმის იქიდან ქვემოთ ვერ ჩავალ სახლიდან, რომ რაღაც არ წაიღო. ეს ჩემთვის ძალიან ხშირად მithქვა, ხელოვნებას მე ვესაუბრე კიდევ, იმიტომ რომ აი მეფიქრება ამაზე, ხო? ანუ იმან ეს განახორციელა და გააკეთა, მაგრამ რამხელა თავისუფლებაა, რომ აი არაფრით, აბა ის კი არა რომ სადღაც წახვიდა მეორე კონტინენტის ბოლოში, ხო, ბუენოს-აირესში ერთი კვირა იქ იყო, და ესეც საინტერესოა, იმიტომ ხან ვიღაცა როგორი ცხოვრა, ხო, რეზიდენცია ეგ დახვდნენ, სახლი ჰქონდა, სახელოსნო ჰქონდა, მაგრამ ხო, ნუ რაღაცა, მაგრამ მოახერხა, იყო და ასე არაფრით დაბრუნდა უკან. ხო, ანუ ჩვენ კითხვას რომ და მაგას რომ დაუბრუნდე. შინაარსი კი არა, ეს არის ანუ რაღაცა ისევე რომ ეს იგივე ის ადამიანები რა თმინდოდა ამას ხომ მეც გავაკეთებდი. ესენი ხო უყურა რაღაც გეიმს თამაშობენ, იმიტომ რომ გეიმს რაღაცა აქვს, რაც აინტერესებს, ხო? ანუ რაღაცა ფილმს უყურებენ, იმიტომ რომ იმ ფილმის რაღაცა აქაც იგივე არის. ვიღაცა რომ ამას რაღაც აკეთებს, შენ იფიქრო იმაზე რომ რა ინტერესი ქონდა, ხო? იქ ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, რაღაცა პატარა ისეთი, ხო, ვიზუალური მხარე, რაც რამაც შენ უნდა დაგაინტერესოს. თუნდაც ის ძალიან მარტივი რაღაცა და ეს ცნობის მოყვარება უნდა ქონდეს. ცნობის მოყვარება ყველაფერში უნდა გქონდეს, რომ იცხოვრო, რომ იცოცხლო, ცნობის მოყვარება უნდა გქონდეს. მაგრამ ხო, აი თითქოს ეს ცნობის მოყვარეობის არ ქონა უფრო თუ შიში ამ უახლესი ხელოვნების მიმართ. შიში, რა თქმა უნდა, ეგ ის არის, ეგ ბუნებრივია, ანუ რაც შეიძლება, მაგიტომ არის, რომ თქვათ იგივე ყველა მუზეუმში ყავთ ეს ისინი, ხო, დოცენტები და ისინი იყოს მედიატორები, რომელიც უნდა შევნაუხსნათ და დაელაპარაკონ. ამ დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია. აი, ეხლა შენ რომ თქვი, რომ მე მაგალითად არ მომწონს, როცა მივდივარ გამოფენაზე და იქ ყველაფერი ახსნილი ხდება. აი, მე მაგალითად ჩემ გალერეაში ძალიან ხშირად მყოლია ვიზიტორები, რომელთაგანაც აი შენიშვნები მიმიღია, რომ აი რატო არ წერია რა არის, თქვათ, ჯგუფური გამოფენაა და კედელზე არ აწერია, რომელი ნამუშევარი ვისია. ანუ ხანდახან ადამიანები მოითხოვენ, რომ ეს ყველაფერი იყოს აი რაღაცნაირად ახსნილი, მოთხრობასავით უნდათ რა, რო წაიკითხონ გამოფენა, თქვათ. ხო, მაგრამ როგორ ხდება ეს? მოთხრობასავით, კი ეგ მაგიტომ ჩვენ სივრცეში რეალურად ვიზუალური მოთხრობაა, ხო, რომელიც მართლა უნდა წაიკითხო და ხო, მაგრამ ასევე ალაგებენ. ისმის ასგება. ეხლა მოდი მაგაზეც ვისაუბრებ, რომ გამოფენა არ არის წიგნი. ნამდვილად. და ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ ტიგინი კურატორები ჩვენთან ორი რაღაცა არეული. ხელოვნება ცოდნე არ ნიშნავს, რომ შენ კურატორი ხარ.
ნამდვილად. და ვიღაცა რომ ხელოვნებაცოდნეა და გონია რომ კურატორი არის, კურატორი ჯერ შემოდი დავიწყოთ ლაპარაკი კურატორის ასე ვთქვათ ესე სახელმძღვანელო წიგნი არ არსებობს. კურატორის ვთქვათ სასწავლებლად ცოტა ხნის წინ რაღაც შეიქმნა რაღაც უწისინი, ხო? პროგრამები, ოფიციალური პროგრამები, ბარჩა, ცნობილი პროგრამა. მაგრამ კურატორობა არის კიდე ის, რომ შენ სივრცულად აზროვნე. შენ შეგიძლია ნამუშევრების რიტმი შექმნა სივრცეში რომ შედიხარ და ესე ნამუშევრები ერთმანეთს გვერდი-გვერდო არის ჩალაგებული. ეგ გინდა წიგნი გინახავს და გინდა იქ, ამიტომ სივრცულად და გამოფენის დიზაინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ და რანაირად განგაწყობს და ასე შემდეგ. ამიტომ მაგ ბევრი რაღაცა. მაგრამ რაც შეეხება ახსნას, მაპატია დავამთავრებ. არის ხოლმე და თქო თუნდაც მუზეუმში არის ტექსტი, რომელიც არის მოკლე ჩვენს მუზეუმში განსაკუთრებით და ხანდახან ზოგიერთ მხატვარზე აი 70-იანი წლების ტექსტია თითქმის გადმოტანილი. და არაფერი არ წერია. ქეთევან მაღალაშვილს ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტები წავიყვანე. ანუ ძველი ტექსტი იყო, იმიტომ რომ მის იმაში არის ძალიან დიდი გამოტოვება, რას აკეთებდა რაღაცა სიქმარე რაღაცა 37 წლიდან 40-იანი წლებიდან 70 წლამდე არაფერი არ არის. და იქაც იგივე რაღაცა არაფერი ვითომ არ არსებობდა ეს ქალი და არ ცხოვრობდა. ერთია რომ მუკედლის ტექსტი, რომელსაც ზოგადი ინფორმაცია უნდა მოგცეს და მეორეა კიდე გალერეაში და სივრცეში რომ ყველაფერს მიკრული აქვს ზედ ასე ვთქვათ რაღაცა ხო განმარტება არა პატარა განმარტებაც საინტერესო იქნება გესმის შეიძლება ეგეთი რაღაც მაგრამ ეს გალერეას არა ეს უნდა სახელმწიფოს მუზეუმმა გააკეთოს გალერეა ყოველ 6 კვირაში ცვლის ექსპოზიციას და ახალი გამოფენა პრეს-რილიზი წაიკითხეთ და მე ცოტა ტვინი გააზრია იცი რა, აი ჩანი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი მიზანი არის, მიზანი რა, მინდა უბრალოდ რომ ადამიანებმა დაიწყონ გალერეებში ზიანრული, გონია რომ აი რა ვიცი, ყველასთვის რაღაცა კარგი აქტივობა რა. ეგ რაღაცას გეტყვი, მაგალითად მე მახსოვს თავიდანვე რომ ბევრჯერ CCA-ში რომ ვიყავი ჯერ კიდევ 20-მდე, ამბობდნენ ბევრი ხელოვანი მომბოდა რომ მე გავაკეთეთ გამოფენა და არავინ არ მოდის. ხო. ეს იყო ყველა და ერთი და იგივე ხალხი მოდის მოდი ესეც უმისმინა უნდა მე აი სტუდენტებს ვუყვი ეგ როცა შენ ხარ ხელოვანი უნდა იყო ტელეფონი ხელში და დაურეკო ყველას და დაპატიჟო ნამდვილად მაგრამ გამოფენა უნდა ამუშავო კაიგე გამოფენის გაკეთება მარტო არ არის გამოფენა მე რო გაკეთდება ეგ ერთია მე იწყება მუშაობა შენ უნდა გააკეთო სია იმ ხალხის და მე სტუდენტებს ვაკეთებინებ აი სიას ვინ უნდათ რომ ნახოს გამოფენა თქო ეს შენც დამიპატიჟები ხარ ხო რამდენჯერ იმიტომ რომ უნდათ რომ ვიღაცები მოვიდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ გამოფენა სხვანაირად არ იმუშავებს ჩამოკიდე და იჯექი მე რა ხო მაგრამ ჩვენ ახლა ისევ ჩვენ ბაბლზე ვლაპარაკობთ მე რომ პატიჟებ მე დაპატიჟების გარეშეც მოვა იმიტომ რომ ხოლმე ისედაც არა მაგრამ აქ არის შენი აზრის მოსმენა ანუ შენ ვიზე ლაპარაკობ ვინ მოვიყვანეთ ფიზიკოსები არა თუნდაც იმიტომ რომ რა ვიცი აი და შენ იმათ რაღაცებზე დადიხარ იცი რა ხელოვნება ჩემთვის ვფიქრობ რომ უფრო ფართო გაგების სფერო არა მე მაგალითად ფიზიკის ინსტიტუტში რო წავიდე თუ ვინმეს უნდა შემიმისვლა ესე მივიღე ვერ გავიგებ ვერაფერს ყველაზე მეტად აინტერესებთ ხელოვნება ხა ეს ისე ვთქვი და ყველაზე მეტი ფიზიკოს სტუდენტს უნდა ხოლმე თქვა ხელოვნების სწავლა ჩვენთან ასევე მოდი შენ პირად რაღაცებს გკითხავ ხა როგორც თქვა მენეჯერი ესე ვთქვა ესეც ხომ მუშაობ ხელოვანებთან თქვა არის რამდენიმე ხელოვანი რომელთან ერთადაც შენ მუშაობ ერთად მუშაობთ ესე რომ ვთქვათ რა და ალბათ ესეც გონია რომ ჩვენი მაყურებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ვთქვათ პრინციპი თუ რა ქვია მაგას როგორ არჩევ ხოლმე ხელოვანს რომელთანაც იწყებ მუშაობას ინტუიცია ვთქვათ სტრატეგია თუ აი რა არის ესეთი სტრატეგიული მიდგომა არა მოდი ესე ვთქვათ რომ მე ჯერ ნიუ-იორკში რომ გამოფენა მქონდა გამოფენავეთი გალერეა რომ მქონდა ძალიან ბევრი ხელოვანი და სამნიშნულოვანი ხელოვანს ვაჩვენებდი მაგრამ მე მაშინ არ მქონდა ის თანხები და არ მეც ფული რომ მე ყიდა მათი ნამუშევარი მიხონდა ძალიან მომწონდა რაღაცები და აქ ვთქვათ იგივე ჩემი დაინტერესება იმ ხელოვანებით ვისთანაც მე ვმუშაობ ვთქვათ ალბათ პირველ რიგში გავლო კაჭარავა გიორგი ხანიაშვილი ნინო ქრივიშვილი ასოცირდებიან ალბათ ჩემ სახელთან ხო ეს არის ამ რომელიც ორივე ეს სამშობლო კარლოს მე მეგობარი ვიყავი და მე უკვე მისი შემოქმედება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ვთქვათ ენახა ბევრს გაეგო რას აკეთებდა და ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო თანამედროვე ქალთული ხელოვნებაზე როდესაც საუბრობთ ახლოზე ამ კონტექსტში და ამიტომ ის რომ ვთქვათ მისი შემოქმედება ვიღაცისთვის დამენახებინა
და გამეგო ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ რატო არის ის მნიშვნელობა თუმცა საქართველოშიც უნდა ვთქვა ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორ წარმოადგენდი მას და ალბათ იმიტომ რომ ეს მე მქონდა თქვათ იგივე გარდა იმისა ხო მე განათლებაც ამერიკაში მივიღე და გალერეაში გამოცდილებაც და იქ მუზეუმშიც მიმუშავე მე შემიძლია წარმოადგინო ყოველ შემთხვევაში იმათ ენაზე წარმოადგენდი ამ მის ნამუშევრას და მის შემოქმედებას და რა თქმა უნდა თვითონ მნიშვნელოვანი ხელოვნება რაც არ უნდა ვილაპარაკო მე ვიღაცაზე თუ ვიღაცა რაღაცნაირად არ არის ისეთი რაც ხო რასაც ღირებულება აქვს ვერავინ ვერ დააფასებს იმას და ამიტომ ეს მოხდა ის რომ და თუმცა ერთი რაღაცას უნდა მე ამას ძალიან დიდი ხანი მუშაობდი თითქმის 20 წელიწადი მუშაობა იმაზე რომ რაღაცა შედეგამდე მივსულიყავით ხო ამაზე რომ კარლო მნიშვნელოვანი ფიგურაა რომ კარლოზე ბევრი წერს და კარლო აინტერესებთ ინგლისში და კარლო აინტერესებს ვიღაცას ამერიკაში და ასე შემდეგ ხო საქართველოს ფარგლებს გარეთ რომ თქო მარტო ფიროსმანი არ იყოს რომ იყოს ვიღაცა ვინც დღეს და თუნდაც იგივე სკოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღეს საქართველოს იყო ესეთი ქვეყანა სადაც შენ ხელოვანები შეიძლება ცხოვრობდნენ აქ და ქონდეთ საერთაშორისო კარიერა აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რას გულისხმობ საერთაშორისო კარიერაში რომ მაგალითად დღეს რო აი თქვა და გალერეა ყავდეს პარიზში არა პარიზში და იფინებოდეს ხო ან თქვა ვაჟიკო ჩაჩხიანი ასეთია ხო დაბრუნდა და მას აქვს საერთაშორისო კარიერა ის არ არის თქვა საქართველოში ვერ ნახავ ახლა ესე მაგრამ ხო ჩემ გალერეაში იყო სხვადასხვა ხო შენ მქონდა ძალიან მეამახება ხო მაგრამ ხო მაგრამ ხო იფინება ის თქვა ბერლინში იფინება ჩინეთში იფინება სხვადასხვა ხო ტოკიოში ხო სხვადასხვა ინსტიტუციებში ამას აქვს მნიშვნელობა მაგრამ იგივე მე მინდა რომ სხვებიც იყვნენ იგივე თქვა ჩვენი სტუდენტები კურსდამთავრებულებიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს პრეცედენტი იყოს რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი სიტუაცია რომ ამათ ყველას უნდოდეთ აქ ცხოვრება და აქ მუშაობა და აქედან ხო მაგრამ ძალიან სამწუხარო ტენდენცია ეს ბოლო პერიოდის რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრმა ხელოვანმა გადაწყვიტა რომ საქართველოს დატოვონ და რაღაც სხვაგან დაფუძნდნენ რა იმიტომ რომ ხო რა ნუ სხვაგან დაფუძნება იცი რა არის ეს უკვე არის ეს არის სადღაც მესამე ასე ვთქვათ გასვლა brain drain-ი რასაც ვქვია ხო და ძალიან ცუდია ეს იმიტომ რომ პირველი იყო ვთქვათ იგივე 90-იან წლების დასაწყისში როდესაც კარლოს თაობაში ვიღაცები წავიდნენ მაგრამ აი პრინციპში ვინც წავიდა იმათგან მე ვიტყვი რომ ძალიან ცოტამ შეძლო ხო რომ თავიანთი კარიერა იქ სადღაც სხვა ქვეყანაში დაემკვიდრებინათ თავი და გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი მე მეორე ასე ვთქვათ ტალღა იყო როდესაც აი თეაგვეტაძე თეოჯორჯაძე და ესენი წავიდნენ ხო და თამარაკეი ნუ სხვა არის და თამუნა სირბილაძეც ხო და ესენი ამათაც შეძლეს რაღაცა მაგრამ მე არ მინდა რომ ეხლა ის თაობა ვინც წავა ესენიც ასე ვთქვათ მინდა რომ ესენი გაცილებით წარმატებულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება რომ აქ იცხოვრონ აქ გააკეთონ და აქედან იცი რა აქ ეხლა ჩვენ ვიზეს ვისაუბრეთ ეს ყველა თაობის არტისტი ჩემ წარმოდგენაში ერთმანეთზე უკეთესი ქართველი ხელოვანები არიან თუმცა აი დღევანდელ არტისტებს ალბათ მეტი შანსი იმიტომ აქვთ ამ საერთაშორისო წარმატებაში რაღაცნაირად უფრო გახსნილი არის რა ეს სამყარო და საზღვრები და კომუნიკაციები მგონია რომ უფრო კომუნიკაციები არის და რა თქმა უნდა აი მაშინ ძალიან რთული იყო რა ეს ბუნებრივია ხა დრო იცვლება და ეს არის მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ მათ ეხლანდელების განსაკუთრებულად ადვილია ნუ აი წარმოიდგინე ხა რამდენი ხელოვანი ყავს რომ რაღაც კვირაში ერთხელ არიგებ ახალ ამბავს რომ ვიღაცა პარიზში ეფინება ვიღაცა ლონდონში ვიღაცა ნიუ-იორკში ვიღაცა ბერლინში არ იყო ხო ესეთი ხელმისაწვდომი არ იყო რა საერთაშორისო სცენა ძალიან კარგია რომ ეფინებიან მაგრამ რა ვიცი მე ცოტა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა იყოს რა ანუ უფრო მეტი უნდა იმ და აქედან წასვლას პრობლემა ის აქვს რომ იქ ძალიან ბევრი რესურსი გჭირდება იმისთვის რომ სახელოსნოს გქონდეთ და შენი თავი შეიძლება ძალიან რთულია და ამიტომ არის რომ მნიშვნელოვანი და მეორეც ერთი ალბათ შენ იგივე რაზეც აკეთებ და რაზეც მუშაობ იმაზე რაც მუშაობ შენთვის ეს გასაგები და მისაღები უნდა იყოს იმ ხო იცი შენ რადგან ახსენე კარლო და თქვი რომ 20 წელი დამჭირდაო ამისთვის მოდი ვისაუბროთ რისთვის დაგჭირდა 20 წელი და აი რა შედეგებამდე მიხვედით იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური გამოფენები ქონდა კარლოს ასევე ტეიტის
მუზეუმმა შეისყიდა ხო კარლოს ნამუშევრები და მათ კოლექციაში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რა. კი, კარლო და თამაზ ნუცუბიძე არის პირველი ქართველები, რომელიც იყიდა ტეიტმოდანმა. ანუ მუშაობა რა არის? ანუ ეს იყო მუდმივად, სხვა იყო ერთბარ მხოლოდ ამას, მე ბევრ სხვა რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანი და ყოველთვის ვაჩვენებდი მის ნამუშევრებს ეს იქნა. მე სოლო გამოფენა ნიუ-იორკში არ გამეკეთებია კარლოსი, ეს იყო შემდეგ ძალიან დიდი როლი ითამაშა სანია კანტაროვსკიმ, იმიტომ რომ და ორმა ადამიანმა ვიტყვი, მაგან და კიდე არის ესეთი 2012 წელს, არის გახსოვს თუ არა, იყო არტ ფორუმის ერთ-ერთი რედაქტორის მოადგილე იყო, არის კაროლინ ბუსტა მაშინ, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში და არტ ფორუმმა გააკეთა ესეთი სპეციალური სექცია საქართველოზე. მაშინ რა თქმა უნდა ამას მოყვა ის, რომ მე ვიცი, რომ აი ბაქოდან დარეკეს დაურეკეს არტ ფორუმს და უთხრეს, რომ აი საქართველოს რო გააკეთოს ჩვენთან რატო არ ჩამოხოდეთ? იმიტომ რომ პრინციპში ესეთი ხო იცი ისეთ დაუთმეს სხვადასხვა მასე დაწერეს რატო იყო საქართველოს და რა ხდება საქართველოში და რატო არის მნიშვნელოვანი. ეს ნაწილობრივ მიიქცა ყურადღება, იმიტომ რომ დანიელ ბაუმანი, რომელიც მაშინ ჩამოდიოდა თბილისში და რაღაცა გამოფენებს აკეთებდნენ, აი ნანა ყიფიანთან, ლევან ჭავაშვილთან ერთად რაღაცა ისინი გააკეთეს, ხო? და ამიტომ ამან მიიქცია ყურადღება, სხვადასხვა მე ტობიას მედისონი, ციპრიან გაიარდი იყვნენ, ბევრი ეიარაკავა და ხო ესენი რო ჩამოდიდნენ, ამან მიიქცია ყურადღება და ამიტომ დაიწყეს და გააკეთდა ეს ისა. და კაროლინ ბუსტამ მე დაწერა ერთ-ერთი ტექსტი, კარლოს მაშინ 2014 წელს გავაკეთეთ კატალოგი უკვე გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით და კარლო კაჭარავა და გერმანია. და თავისთავად გერმანულ და ნეოექსპრესიონისტულ კულტურას მასზე და დიდი გავლენა ჰქონდა და მის შემოქმედებაზე მთელი 100 სართული და მარჯანიშვილის ჯგუფიც ვიზუალურად ხედავ, რომ როგორი კავშირი არის ამ ხელოვანებთან. და მე ეს ძალიან კარგი ტესტი დაწერა მაშინ ბუსტამ, კარგად ჩასვა მთლიანად ამ პოსტსაბჭოთა და საბჭოთა ხელოვნების სივრცეში ვინ იყვნენ ესენი და კარლო ვინ იყო და შემდეგ უკვე სანია კანტაროვსკიმ ძალიან კარგი ხელოვანი გააკეთეს ჯგუფური გამოფენა ნიუ-იორკში, სადაც იყვნენ და ერქვა ამ გამოფენას Spatterances, ეს მეტრო პიქჩერს, არის ძალიან ცნობილი გალერეა, რომელიც 2 წლის წინ დაიხურა, მაგრამ ეს 30 წელი არსებობდა და ძალიან მნიშვნელოვანი გალერეა იყო, სინდი შერმანი, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვანები იფინებიან მათთან. იფინებოდნენ, წარმოადგენდნენ და ეს გამოფენა იყო რაც ჯგუფური და ბევრი მნიშვნელოვანი ხელოვანი იყო აქ. აი რაღაც მილტონ აივერიდან დაწყებული, შარლინ ფონ ჰეილი და კარლოს ერთი ნახატი იყო და მაშინ მთხოვამ და ჰქონდათ მივეცით ინგლისური რომანტიზმი. ეს დიდი გამოფენა იყო ბევრი და ეძღვნებოდა რენე დანიელს. რენე დანიელსი არის ეგეთი ჰოლანდიელი ხელოვანი, რომელიც ეს იყო სრული დამთხოვი და კარლო გარდაიცვალა ანევრიზმით, ხო? და რენე დანიელს დაემართა ანევრიზმით და რენე დანიელსი ვერ ლაპარაკობს კარგად და Spatterances არის ესე ენადაბმით რო ბორძიკის საუბარი არის. გამოფენას ერქვა Spatterances, foreign best და ამიტომ ეს იყო ის უცნაური დამთხოვი და კარლოს ნამუშევარი ეს გამოფენა ძალიან დიდი პრესა მოყვა ამას და მიუხედავად იმისა დაახლოებით 20 ხელოვანი ყველა მასში, რა ქვია, ყველა რივიუში, ანუ მიმოხილვაში ყველგან ბეჭდავდნენ კარლოს ნახატს. გესმის ამ გამოფენის ტექსტის, ანუ ილუსტრაციისთვის. და ამან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მე კიდევ და მე უკვე ამის მერე უკვე ის გალერეა ლონდონიდან დაინტერესდა, სანიას წარმოადგენენ და პირველი გამოფენა, მოკლედ მე გავაკეთე, სოლო გამოფენა გააკეთდა იქ 21-ში, 22-ში რა. მოდი ვთქვათ, რომ ეხლა თბილისში არის კარლო კაჭარავას მიმდინარე სოლო გამოფენა. ეხლა გაიხსნა, რომელიც იქნება მაისის თითქმის ბოლომდე და საინტერესოა კიდე, იმიტომ რომ ვინც იცნობს, და ეს პირველი გამოფენა სადაც გალერეა ელსი კვაიზერში და ესე პირველი გამოფენა, რომელიც მის პოეზიას და ნახატებს აერთიანებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისთვის თვითონ პოეტი იყო ესეთი და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს პოეზია ძალიან და ამიტომ პოეზიის და ნახატების დაკავშირება მნიშვნელოვანია და თან ამავე დროს იმათთვის ვინც იცნობენ ეს ნამუშევარი არსად არ გამოფენილა და ამიტომ ნამდვილად ისეთი კარლო, რომელიც ხალხს არ უნახავს. და დასასრულს
რომ ძალიან არ გავგვეწელოს. მე ძალიან მიხარია, რომ მაისის ბოლოს ბრუნდება თბილისის ხელოვნების ბაზრობა. ჩვენ ქალაქში რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩვენი სფეროსი, რაც ხდება და ვიცი, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გაქვს, რომელსაც ამზადებ. ხო, მე ვიტყვერთ რაღაცას, რომ ხო, ტაფი არის თბილისი არტ ფერი, ტაფს მაგიტომ ეძახი თბილისის არტ ბაზრობა. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, იმიტომ რომ ერთი რომ ამ რეგიონში ნამდვილად ესეთი რაღაცა არ ხდება, ანუ ამიერკავკასიას გულისხმობ, მეორე ის რომ ნამდვილად ვიზუალურად ესე ძალიან კარგად ახერხებენ ამის გაკეთებას და კარგად კეთდება და კარგი ესეთი მე ყველა არტ ფერზე დავდივარ თითქმის და ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ძალიან მომზადების მხრივ ნამდვილად ცდილობენ და კარგ დონეზე კეთდება და თან ჩვენი სცენისთვის როცა ამბობდი ხალხი როდის ნახავს და ვინ მოვა ძალიან ბევრი მნახველი მოდის და ეს ტარდება გამოფენის სივრცეში დიდუბეში და ნამდვილად წელს ტარდება 21-24 მაისი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ მოხვიდეთ და ნახოთ ყოველწელი. სადაც ჩვენ როგორც წესი ყოველწელს ვაკეთებ თელ ქალაქში ხდება მე შესაბამისად ყველა გალერეა აკეთებს რაღაც სპეციალური პროგრამა არის, ყველა აკეთებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კვირა არის, ხო? და ჯარდემ სტაფსა ყოველთვის გვაქვს ხოლმე არის ახალგაზრდა ხელოვნების გამოფენა და არის ვაცის ჩვენი სტუდენტების და კურსდამთავრებულების გამოფენას ვაწყობთ ხოლმე და ამიტომ წელსაც გვექნება ეს და ძალიან მიხარია და სტუდენტებს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი, იმიტომ რომ ექსპერიმენტული რაღაცების ყუჩვენება და ნახვა თუ გინდათ შეიძლება ეს ნახოთ აქვს სწორედ და მე მაქვს ესეთი ორგანიზაცია კონსტალე თბილისი, რომელსაც სახელი და კარი არ აქვს, მაგრამ წელს ესეთი Rewoven Rugs არის ესეთი ორგანიზაცია Rewoven, ანუ ხელმეორედ მოქსოვილი და რომელიც არის არა შემოსავლიანი ორგანიზაცია და მათთან ერთად, მათ მოკლედ სოფელ ერთ-ერთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში 70-იან წლებიდან არსებობდა ორი მეჩეთი და ამ მეჩეთში იყო ესეთ სალოცავი ხალიჩები. ამ სალოცავი ხალიჩები იყო ადგილობრივი ქალების მიერ მოქსოვილი. და ეს ხდება 70-იან წლებში, როცა რა თქმა უნდა რელიგია აკრძალულია და ესენი ამ ხალიჩებს ქსოვენ, ანუ რას ვამბობ, რომ არ არის რაღაც გარკვეული კანონიკის მიხედვით გაკეთებული, რაღაცას მისდევენ. და ეს ხალიჩები იყო 2022 წლამდე აქ ხმარობდნენ, ну იყო გაფდაფენილი ამ მეჩეთში. მაგრამ შემდეგ ახალმა იმამმა გადაწყვეტა, რომ განეახლებინა და ამიტომ ქარხნულით ჩაანაცვლა. და ამ Rewoven-მა გადაარჩინა ესენი, არ გადააყრევინა, რომ ნახეს და პრინციპში ეს არის თანამედროვე ხელოვნებასავით, იმიტომ რომ ესენი ანონიმური ავტორები არიან და მათ მოქსოვეს ეს ხალიჩები აბსოლუტურად თავიანთი კომპოზიციები, თავიანთი წარმოდგენებით. ამიტომ და ძალიან საინტერესოა ესენი. ამიტომ ამათ ვფენთ პირველად ჩვენ ვესაუბრეთ ევანგელისტურ ბაპტისტურ ეკლესიას, რომელიც არის ძალიან საინტერესო სივრცე. ძალიან ღია სივრცე უახლესი ხელოვნებისთვის. და თან გარდა იმისა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმათმა ამ ერთი ჭერქვეშ არის ამ სივრცეში არის ევანგელისტურ ბაპტისტურ ეკლესია. ეს არის რაღაც აერთიანებს არის პატარა სინაგოგაც და არის მეჩეთიც. და ამიტომ ჩვენ ამებს გამოვფენთ ამ კვირის განმავლობაში თბილისის არტ ფერის პარალელურად გამოიფინება ეს ხალიჩები მეჩეთშიც და სივრცეშიც და გამოიფინება ახალგაზრდა ქალი ხელოვნების სამგანზომილებიანი ნამუშევრები, ანუ სკულპტურები. იმიტომ რომ თბილისში ძირითადად რა სკულპტურებიც არის და მონუმენტები ძირითადად არის კაცი ავტორების და ამიტომ ეს რაღაც გამაერთიანებელი და ხაზი გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ხდება ბევრი ჩემთვის არა მარტო ეს ქალები არა ეს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ სულ ლაპარაკობთ რაღაც ინტერნაციონალიზმზე, რომ ჩვენთან სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა ყოველთვის, მაგრამ აი პრაქტიკულად რეალობაში რამდენად ვაკეთებთ ამას. ამიტომ აქ იქნება აი ამ ანონიმური ავტორების სალოცავი ხალიჩები, იქნებიან ქართველი ხელოვანები და იქნება ერთი სომეხი ხელოვანიც მათთან ერთად და გამოფენას ქვია Prayers of Outsiders, ანუ უცხოთა
ლოცვები. ხო. ძალიან საინტერესო პროექტი არის და ირინა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდის პირველი სტუმარი. წარმატებები. მადლობა დიდი.